საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმების საფუძველზე ჯგუფურად განიზრახეს მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლებოდნენ სხვის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულს. ბრალდებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოში დროებითი ბინადრობის უფლების და მოქალაქეობის მიღება სურდა, მაღალი თანამდებობის პირებად გაეცნენ და დაარწმუნეს იგი, რომ მათ და მათთან დაახლოებული სხვადასხვა თანამდებობებზე მყოფი პირების გავლენების გამოყენებით დაეხმარებოდნენ საქართველოში დროებითი ბინადრობის ვადის გაგრძელებაში, შემდეგ კი საქართველოს მოქალაქეობის მიღებაში, რაშიც 8,000 ამერიკული დოლარი მოსთხოვეს. მოთხოვნილი თანხის ნაწილის 4,000 ლარის აღებისთანავე საგამოძიებო უწყებამ ორივე ბრალდებული ადგილზე დააკავა. აღნიშნული ქმედებისათვის დაკავებულ ერთ პირს ბრალდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობის სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახით და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მეორე დაკავებულს ბრალდება სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ნასამართლები პირის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახით და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ორივე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.